აბა მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბელებო, იმედია ყველა კარგად ხართ, თავს კარგად გრძნობთ. მოგესალმებით ჩემი არხიდან, სასიამოვნოა, რომ მიყურებთ, რომ მილაიქებთ, რომ მიკომენტარებთ. და ჩემი არხის განვითარებისთვის ვითხოვ მხოლოდ და მხოლოდ ლაიქს და თქვენს კომენტარს, რომ სხვამაც ნახოს, სხვამაც უყუროს და სხვამაც გაიგოს ის ინფორმაცია, რაც მისთვის იქნება საინტერესო. ჩემი არხი ემსახურება პირად გაშლებს, მაგრამ ასევე სხვა თემებზეც მე ძალიან მიყვარს გაშლა, მაგრამ უბრალოდ იქიდან გამომდინარე, რომ არ არის აქტიურობა და ნაკლებად ყურებადი, ასე ვთქვათ, სხვა აქტუალური ზოგად საკაცობრიო თემები, ამიტომ ვშლი ხოლმე მარტო პირადზე, მაგრამ ყველა თემაზე ვშლი სიმართლე გითხრათ. ეხლა და პროგნოზს ვაკეთებ, რა თქმა უნდა. ანალიტიკურს, მარტო გაშლა არ არის მთავარი, მერე არის ანალიტიკური ახსნა, პროგნოზი დაყრდნობილი შენი პირადი გამოცდილებიდან და ცოდნიდან და პრაქტიკიდან. რაც წლების განმავლობაში უკვე გამოვიმუშავე. ეხლა კი გადავედით, ავიღე The Harmony Tarot Deck, ესეთი დასტა და უბრალოდ ვეკითხები ენერგიებს, როგორი ენერგიებია დღეს ჩვენ ყველასთვის. The World. გადასარევი. ანუ აქ ეხა ნახეთ, კიდევ ერთხელ მიუთითებენ რაღაც მთლიანობაში წარსულ ცხოვრებაზე, წარსულ სიტუაციაზე, წარსულ რა ვიცი, რა ქონიათ ამ წარსულში, გასაგებია, რომ გვინდა თუ არ გვინდა ეს წარსული თავს გვახსენებს. გვინდა თუ არ გვინდა. მაინც, მნიშვნელოვანი რაღაც ეტაპი გაგვივლია, გვიგრძნია, ქონია ამ წარსულში და ეხლა მთლიანობაში გვეუბნება, რომ დაამთავრეთ ეს წარსული, იმიტომ რომ მოდის ახალი და ის რაც არ გაქვთ დამთავრებული საქმე, სიტუაცია, ადამიანი გაუშვით, რომ შემოვიდეს ახალი, უკეთესი და ბევრად, ესე იგი ისეთი, რომელსაც თქვენ იმსახურებთ, რომ შემოვიდეს. იმიტომ რომ პირველი კარტი, The World, სამყარო, მიანიშნებს ამას. ეს არის, ყველანაირად ჯერ ერთი დადებითი კარტია, მაგრამ რო ავხსნათ უფრო მეტად სიღრმისეულად, ეს არის დამთავრება რაღაცა დიდი ციკლის, წარსულთან დაკავშირებულის და მომავალი, გიღებთ კარს და გიღებთ კარს აგერ ამოდის, რაც გიღებთ კარს ის დასტები და თან თქვენი სამუშაო. თითქმის დამთავრებული, რას ნიშნავს ეს? თქვენ გიმუშავიათ თქვენ თავზე, თქვენ ესე იგი გაგივლიათ ესა თუ ის ეტაპი, გამოცდილება შეგიძენიათ. თუნდაც ყოფილიყო ეს სიტუაცია, ვთქვათ, განსაცდელი, ან ტკინვეული, ხო? მაინც ესეც გამოცდილებაა და უკვე თქვენ შეგიძლიათ ახალ ლამაზ კარგ ეტაპზე გადასვლა. აი ესეთი ენერგიები შემოდის ახალი, რა თქმა უნდა. უკვე ყველანაირად დადებითი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი, ტარო არის პროგნოზირება და ჩვენზეა ყველაფერი დამოკიდებული. მე რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო აქ, თქვენი ცხოვრება გეკუთვნით თქვენ ხელში, თქვენ თუ არ იმოქმედეთ, ტარო და ორაკული კი არა, დიდი ექსტრასენსები რო ავიღოთ, ისინი ვერ გიშველიან. ანუ ეს იმიტომ, რომ ყველა ადამიანს მიეცა თავისუფალი ნება და თავისი არჩევანი. ყველას აქვს თავისი ცხოვრება პირადი და ინდივიდუალური. ამაში ღვთიური კანონი დევს, სამყაროსეული კანონი დევს, რომ არავის არ აქვს უფლება ჩარევის. ის რომ წაგაქეზონ
რაღაცა დაგეხმარონ, გიბიძგონ, ეს მინიშნება მოგცენ, ეს სხვა თემაა და სხვა საკითხია. წვიტავთ თქვენ ცხოვრებას და მოქმედებასაც, რა თქმა უნდა, აკეთებთ თქვენ, თორე ეხა კი ბატონო, თეორიულად ყველამ ვიცით, ვილაპარაკოთ, ენას ძვალი არა აქვს, არ დავიღლები, მაგრამ სამოქმედო ასპარეზი, ანუ თქვენია, გესმით? და ის ნაბიჯი, ის გათვითცნობიერებული მოქმედება, რომელიც, ესე იგი, მე წარსული დავამთავრე და ველოდები ახალ ლამაზ დადებით და კარგ მომავალს. მე უკვე გამოვიარე, განსაცდელია, გამოცდა, რაც გინდათ ის დავარქვათ, გინდა უარყოფით, გინდა დადებიც, მადლობა გადაუხადოთ, მზად ვარ დავიწყო ახალი ცხოვრება, იმიტომ რომ ის მე უკვე გადავიხადე. ჩემი ტკივილით, ცრემლით, ტანჯვით, დარდით, აი ყველაფრით, იმ თქვენი უარყოფითი ემოციით თქვენ გადაიხადეთ იმ წარსულზე, იმიტომ რომ იმან გამოცდილება მოგცათ, ანუ თლათ რომ უარყო შენ ცხოვრებაში ის წარსული არ გამოდის, იმ წარსულმა მოგცა ის გამოცდილება, რომ დღეს შენ ხარ ის, რაც ხარ, აი, რო დგახარ ფეხზე აგერ და დამთავრებული რო გაქვს თითქმის საქმე. და რო იწყებ თავიდან, ანუ გაგაძლიერა, ხო? იმ გამოცდილებამ. ეს არის მიზანი, იმიტომ რომ ბრძოლაა ეს ცხოვრება. ბრძოლაა. ნახოთ პირადი. თქვენ პირადში რა ხდება ეხლა? და რა შეიძლება რომ მოხდეს? ჰარმონიულ ტაროს ვეკითხები. თქვენ პირადში. რა ხდება ეხლა? და რა მოხდება ახლო მომავალში? ისევ სამყაროს კარტი ამოდის, ეს ნიშნავს, რომ ანუ რაღაცა დასრულებულა და თქვენ თვითონ ელოდებით ახალ დასაწყისს, ძალიან კარგია. რა გელოდებათ? ძალიან დიდი ტრანსფორმაცია გრძნობასთან დაკავშირებით, პარტნიორთან დაკავშირებით, სიყვარულთან დაკავშირებით, ანუ კიდევ ვიძახი, სამყაროს კარტი რო ამოდის, რაღაცა დიდი ციკლის დასასრულია. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ იქნება დასაწყისი, იქნება, მაგრამ ეხლა უკვე შეცვლილი ფორმით, ნახეთ, აბსოლუტურად სხვანაირი. გარდასახვა ჩანს თქვენი, შეიძლება ფიზიკური, შეიძლება სულიერი, შეიძლება შეიცვალეთ, ან ფორმა, ან სახე, ან სხვანაირი გახდით, არ ვიცი, ხა ხო საჯარო გაშლაა, მაგრამ ჩანს, რომ ამ ნაბიჯს აკეთებთ, ანუ ეს კარგია, იმიტომ რომ ის ძველი რაც იყო, მე აღარ ვარ, ეხლა მე, ანუ განახლება მოდის, ნახეთ? თქვენი, ანუ მე ვიძახი პირადად თქვენი განახლება მოდის ყველაფერში. და რაც მთავარია, ის მანკიერი სიტუაციები რაც იყო. აქ ამოდის ის კარტი, რომელიც მიგვანიშნებს დამოკიდებულებაზე, მიჯაჭვულობაზე, რაღაც ისეთ სიტუაციებზე, არასახარბიელოზე, ხო? წარსულიდან წამოსული. თქვენი წარსული ცხოვრებიდან წამოსულია ეს მანკიერებები, თქვენ ეს შეიძინეთ, თქვენ ასეთი არ დაბადებულ ხართ, ანუ ნაკლიანი რო იტყვიან, ხო? იმ რაღაც თვისებებით, მე კი არ ვიძახი, ყველასთვის არ არის, ესეთი არ დაბადებულ ხართ, თუ რამე თქვენში უარყოფითია, ეს თქვენ შეიძინეთ წარსული ცხოვრებიდან, იმიტომ რომ ბევრი ტკივილი, სიმწარე, დაუმსახურებელი, დაუნახავი, რა ვიცი კიდე რა ვთქვა. ეს სიტუაციები გაგივლიათ და ამიტომ ეხლა თვითონ ვარსკვლავის კარტი ამოდის, რას ნიშნავს ეს? თქვენი სურვილი აუცილებლად შესრულდება სამომავლოდ, თქვენ გახართ სამყაროსთან და გაქვთ ესეთი კითხვა, მე ეს ყველაფერი გავიარე და ეხლა წინ რა მელოდება? სამყარო თვითონ გაგიკვლევთ გზას. თქვენ მთავარია მიენდოთ გულით, იმიტომ რომ ის ტკივილი, ის დარდი, ის
დაუნახავობა, სიტყვაზე ვიძახი, ღალატი იყო, ტყვილი იყო, რა ვიცი რა იყო, ხო? უამრავი რამ, რაც თქვენ გაიარეთ, ეხლა იწყება ახალი ეტაპი, სხვა ეტაპი, რის გამოც თქვენ აგერ თვითონ სამყარო გინათებთ გზას. ეს რას ნიშნავს? ვარსკვლავი არის ის, რომ თქვენი სურვილი შესრულდება, თქვენი ესმით, იმ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ითვალისწინებენ და გაძლევენ შანსს, აეხლა დგახართ ზუსტად აი მონაკვეთზე. გადამწყვეტი ფინალი დადგა თქვენ ცხოვრებაში, დგახართ და სამყარო გიკვლევთ გზას. მას პირადზე იყო სხვათა შორის უფრო მეტად და გრძნობებზე ეს ამბავი, მაგრამ ნახოთ, აბა ზოგადად საუბრობ, იმიტომ რომ საჯარო გაშლაა და ეხლა ყველაზე ხო ვერ იქნება ზუსტად მიმსგავსებული. მაგრამ ერთი ნიუანსიც რომ დაიჭიროთ, შემთხვევითობა ამ სამყაროში არ არსებობს. დამთხვევა, როგორც ასეთი არ არსებობს, თუ რამე არის, ესე იგი საჭიროა, რომ ყურად იღოთ და მიაქციოთ ყურადღება და აბა რას გიმზადებთ სამყარო იმ ყველაფრის მერე, რაც გაიარეთ, ხო? რას გიმზადებთ? იმპერატრიცობას გიმზადებთ. თქვენ დამსახურებულად დაიმსახურეთ, რომ გახდეთ empress, ანუ ამ შემთხვევაში დედა, ქალი, ყველანაირად აი დადებითი ენერგია. ენერგია სილამაზის, ენერგია ქალურობის, მზრუნველობის, დედობის, იმისა, რომ თქვენშია ეს პლანეტა ვენერა რა არის, ანუ ამ კარტის ფარველია. ეს არის სილამაზის. თუ კი რამე კარგი, ლამაზი არსებობს ამ ქალში, ხელოვნებაც არის, რა თქმა უნდა, ესთეტიური სილამაზეც არის, ის რომ თვითონ არის ძალიან სუფთა, მზრუნველი, ერთგული და იმსახურებს თავის ტრონს. ნახეთ, როგორ ლამაზ ადგილას ზის, დამშვენებული. და ეს ყველაფერი ძალიან მალე, ანუ რას გეუბნებათ? რომ მიაღწიო აი ამას, აი ესეთ მდგომარეობას და დაჯდე ტრონზე და შენი ადგილი, რაც შენ გეკუთვნის, ხო, რომ იტყვიან, რომ ის მოგანიჭონ, ამისთვის ჯერ კიდე მიდის საუბარი, რეალიზება მიდის. ნახეთ, რეორგანიზაცია, ამ ყველაფრის განხილვა მიდის. ჩვენ ხო არ ვიცით იქ ზემოთ, ზემო იერარქიაში რა ხდება. ძალიან ბევრი რამე ხო არ ვიცით. ყველა ადამიანის საქმე იხილება თავისი დეტალური ბავშვობიდან, წამოსული დაბადებიდან მოვლენილი, მისი ცხოვრება, ყველაფრის განხილვა მიდის იქ. ამიტომ იმედიანი კარტია. და რჩევა თქვენთვის, ტრონზე მჯდომი ქალებისთვის, რა იქნება? რჩევა. ანუ თქვენ უკვე იმხელა გამოცდილება გაიარეთ, რომ მიაღწიეთ იმას, რომ თქვენი ადგილი, თქვენი ტრონი თქვენ გეკუთვნოდეთ და დაისაკუთროთ. რჩევა ასეთია, ის ყველაფერი დაინგრევა, რაც იყო წარსულში, ფაქტურად დანგრეულია წარსული, მოდის ახალი ეტაპი. ეს არის ან ადამიანი, რომელიც შემოგთავაზებთ თანაცხოვრებას, ან უბრალოდ გეყოლებათ, აი სტაბილურად, აი ესეთი, როგორ გითხრათ, სტაბილური მხედარი, ხო? მიწის სტიქი, ანუ რომელიც დაგეხმარება ცხოვრებაში, იგივე ფინანსებთან დაკავშირებით. ან თუ ადამიანი არა, მაშინ რაღაცა თქვენი ბიზნესი, თქვენი ცხოვრება, თქვენი რა ვიცი, ანუ რაღაც საქმე და ძალიან დიდი ძალა. ამ ყველაფერს მოაქვს, ანუ თქვენი ძალა, ანუ ამ ადამიანს იზიდავს ის თქვენი ძალა, რაც თქვენ გაქვთ, ანუ თქვენ გიზიდავთ ის და მას არ თვითონ ჭირდებით ერთმანეთს. ესეც სამყარო გიგზავნით, ამასაც ოღონდ ჯერ ის უნდა დაინგრეს ყველაფერი. და აი ესეთი ჯილდო გელით, მოკლედ, თუ მოგეწონათ და თუ თქვენთვის ეს იყო აქტუალური, შეგიძლიათ დამილაიქოთ, მომწეროთ, ძალიან გამიხარდება
თქვენი აზრის გაგება რაც თავარია და აი ესე დავამთავრებ, აი ეს ხართ თქვენ. The strange. უძლიერესი ქალი. ნახეთ, რამხელა მფარველობა აქვს. და რამხელა დამსახურება აქვს ეხლა აი ამ ადამიანს. იმიტომ რომ ის ყველაფერი თქვენ გაიარეთ. აბა თქვენ იცით, წარმატებები.